გამარჯვების მაგივრად მაპატიეთს ვიტყვი. ანუ ხო ამბობენ ხოლმე რომ გამარჯობა ეს არის რა ბაზარი. მე ვიტყვი მაპატიეთ ეს არის რა ბაზარი. იცით რატომ? იმიტომ რომ წინა სამშაბათი გაგიცდინეთ. ანუ გავქნა გასტროლზე ვიყავი და მოვიარე მთელი საქართველო. ხო და ჩამოვედი და ძალიან ცხელა. თქვენ გცხელათ? ხო და თუ გცხელათ შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში, იმიტომ რომ აქ ეს დიდი რაღაცები ტრიალებს. მე კი ნერვებს მიშლიან, მაგრამ საკმაოდ აგრილებს და ძალიან კარგი ამინდია. შეგიძლიათ მოხვიდეთ ისე უბრალოდ დასხდეთ აქ ამფითეატრში და მიყუროთ მე და ჩემს ძალიან კარგ სტუმრებს. თუ იგარგინდათ, მაშინ მოხვიდეთ ამფითეატრში და დაწვეთ და დაიძინოთ, მერე გაიღვიდოთ, მერე ჭამოთ, მერე შეყვარებულს დაურეკოთ, მოიყვანოთ, დაშორდეთ, ან უფრო მეტად შეურიგდეთ. შეგიძლიათ კიდე დალიოთ არ ვიცი მოიწყინოთ, იმხიარულოთ, მაგრამ ხიარულება ჯობია, იმიტომ რომ რა ბაზარიას ლაივია ახლა პირდაპირ ეთერში და Facebook გვერდზე ისე მე ვიმყოფები ბაზარში, ვეკუას A ნომერში. ღმერთო შენ მიშველი რამდენს ვლაპარაკობ, რატომ ვლაპარაკობ ამდენს, რობოტი ვარ თითქოს და მაგრამ არა. დღეს ყავს ძალიან კარგი სტუმრები. ლამაზები არიან. ნიჭიერები. ნახეთ ამ რაულობით ვლაპარაკობ, ორმი არიან. ლამაზები არიან, ნიჭიერები არიან, ცნობილები არიან, ვარსკვლავები არიან, იუთუბერები არიან. ყველაფერი არიან, დედმამა არიან, ფანტასტიკური შვილები ყავთ. კიდე რეები ხართ. არ ვიცი, ყველაფერი არიან, ანუ ყველაფერი გამოსდით. აბსოლუტურად ყველაფერი და ესე რა შეუძლიათ იცით? ანუ YouTube-ს რო ჩართავ მაგათ კონტენტს, დასხდე და გაშტერებამ დაუყურო. ანუ ბოლომდე გაყურებინებენ თავის თავს. ეს ყველას არ შეუძლია, მეგობრებო. თეონა ჩაჩუა და გიორგი დანელია. რა ბაზარია? რა ბაზარია? მე ვარ ხოლმე შენ გადაცემაში სტუმრად, სხვათა შორის მე YouTube-ს შენ მაზიარებ პირველად. კი, მე მგონი. YouTube-ს გადაცემაში პირველად შენთან მოვედი სტუმრად. ანუ საიდან მოდის ხლებით? ძალიან მაგრად. აბა მითხარით რა ბაზარია, როგორ ახართ? მაგრად. ანუ იმდენი რაღაცი ლაპარაკო, რომ ესეთი ვიყავი მეთქი არა. ძალიან ბევრი ლაპარაკე, მაგრამ რა ვქნა, სიმართლეს აქ მარტო სიმართლეს ლაპარაკობთ ასე. ძალიან გვაქე, ზედმეტად გვაქე მეგონა. არა, ზედმეტი ქება მე არ ვიცი. მე ვიცი პირდაპირ თქმა, ამიტომ რაც თქვი ეგ ხართ ზუსტად. ხო და რა გოლხართ, ჯერ ეგ მითხარი და მე და მაგრად, საფხულია და მაგრად ვართ, მე პირადად. საფხულს მე მგონი ყველა ისვენებ და ჩვენ პირიქით ვართ. აი მე აზრს არ ვისვენებ და ზუსტად ვიცი რომ თქვენც ეგეთ დღეში ხართ. ზე რო არის და კარგი ამინდი რო არის, აი ჩათვალა ყველაფერს ეკეთება შეგიძლია რა. კი. ჩვენ ახლა აქ ვეცდებით რომ ერთმანეთს ვაცადოთ ხოლმე. იმიტომ რომ სულ პირიქით ვარ ხოლმე რა. გიორგი უნდა მაცადოს მე ლაპარაკი. ხო და თუ ზედმეტად ვაცადე შემახსენე. გიორგი გამოგიო ეგ ამბავი? რა ვიცი აბა. არ გასის ხოლმე ლაპარაკ? არა. რატო არა? მე პირიქით გონია, მე პირიქით გონია ის არ მაცი. ეხება ლაპარაკი. და ილაპარაკო და ილაპარაკო. ნუ ნახოთ. რა შვებით, აბა როგორია, რა ბაზარია? ჩვენ რა ბაზარია ძალიან კარგია. თქვენ როგორ მოხდეთ აი ესეთ სივრცეში? პირდაპირ ეთერში ჯდომა და სტუმრის აპლოში ყოფნა. ლაივი ბევრი დიდი გამოსვლება მაქვს. ჩვენთან ყოფილ ხარ და სულ ჩანაწერთ ხოლმე და მე ამონტაჟებთ ორი კვირა და რაღაცა, მაგრამ ლაივის მაგარი ასწორებს. და აკავრობა რო ასწორებს, ეგ ფაქტია. ჩვენ ახლა ძალიან უკვე ბოლო წელიწადზე მეტია. ძალიან ხშირი მასპინძლების როლში ვართ. აქ ამაიდან გამომდინარე და ძალიან გვიყვარს აკავრობა. განსაკუთრებით აი რო გადანაცდა აკავრობა უფრო. მითხარით, აი ყველაფერს აკეთებთ, ხო? ყველაფერი რანაირად გამოგდით? ან ყველაფერს როგორ ასწრებთ? მართლა მაინტერესებს. ყველაფერს ვერა, ბოლო პერიოდია ერთი 8 თვე აღარ მიფრენია უკვე და მაგაზე წება გული, პარაშუტი. დედა 8 თვე არ ფრენია. დანარჩენს ვასწრებ. მაგრამ ეს არის შენი ჰობი, რეალურად, მაგას ეძახი. ეს არის უკვე ის ან განტვირთვა, ხო, ესეთი წლის შემდეგ. ჰობს ცოტა გაცდა ეხა 100 მეტი ნახტომი მაქვს, მაგრამ აი, ალაულიო ხალგესკინება. დიდი მოდიშე. ანუ უკვე რა ჰობი თეონა, რა ჰობი, ჩემი პროფესია. ანუ ესეც პროფესიად მიირთვი სხვათა შორის ძალიან გემრიელი. ნახდი სტარბაქსის ყავა. აგერ საჩავ აკვახე ფრედა. ნახდი სტარბაქსები, მე ძალიან მიყვარს სტარბაქსი. კი არა და ეს ეს კონკრეტულად. ანუ შენ გინდა თქვა, რომ ტომა, ფრენა, ანუ პროფესიონალურ დონეზე იცი? ანუ პროფესიონალურ დონეზე რომ რაც უფრო მეტი იცი ზოგადად ყველა სფეროში ხო იცი, მე უფრო ხვდები რომ მეტი არ იცი. ამიტომ ეხლა არ ვიტყვი რომ პროფესიონალი, იმიტომ რომ პროფესიონალი შეიძლება ვთქვა, როცა რაღაც 5000 ნახტომი გაქვს თვითფრინავიდან, მაგრამ მე ჯერ 100 ნახტომი მაქვს და ვიწყებ რა. არა, მოდი ვაღიაროთ, რომ ეს არის მაქსიმალისტი რა. რაღაცა საქმეს თუ ვიწყებს, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თავით ეშვება იმ საქმეში. ან არ ვიცი. პირდაპირ გაკეთებ, არ ვიცი ხოლმე. ტანდემში გადმოვყარიყო და მაგით დაკმაყოფილიყო ადამიანი, მაგრამ არა, ლიცენზიაც მოიპოვა. იფრინა 100-მდე ნახტომი მინდაო. მე კიდე რაღაცა ეხა 200 მინდა და მე ვინსუტით ფენას დავიწყებ. ხო, არა, ეგ არ ვიცი. არ დაიწყე. ანუ შენ როგორ უდგები ახლა ამ ყველაფერს მითხარი? კაია. ხარი დარწმული რო არის და ყოველ დღე რომ უნდა თვითფრინავიდან გადმოხტომა. მე მიხარია რომ დაკავებულია და რეალიზებულია, იმიტომ რომ ძალიან ამბიციურია, როგორც ხედავ. ეს თუ არ არის დაკავებული და მსგავს რაღაცებს გიჟობებს თუ არ აკეთებს,
შანსი არ გაქვს რა. მართლა? მე აგიყოლიეს თელ ოჯახს. მაგრამ არ ღელა ვარ ნერვიულო. კი. ძალიან რისკია ეს ყველაფერი არა? ძალიან თეოშვიდი არის, სხვათა შორის ძალიან ისეთი ხო და აი ხო თეონაზე მაინტერესებს. შენ რა ტიპი ხარ ამ დროს? აი ეს ესეთი ექსტრემალი, მაქსიმალისტი, მაგრამ მაქსიმალისტი ალბათ შენც ხარ, ხო? შენ საქმეში ძალიან. კი, მაგრამ ზარმაცი ვარ. მე მგონი მაგას ზარმაცია? კი, ზარმაცია. ან ზარმაცია. ამის ფონზე მე ზარმაცია. არა ვიცი. ამის ფონზე ყველა ზარმაცები ვართ, ნუ ხო არ 10 დახტომი. თეო ბიზნესუმენი არის უფრო და თეო არის ნამდვილი ბიზნესმენი, ამბიშია. მეც ესე მეტყობა და ძალიან მგონია და თეოს რილსებს რო უყურებ რაღაცნაირად, აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შვიდი ადამიანი ხარ, აი რაღაცნაირად აი საკაიფო ტყვები ამ რილსებში, კონკრეტულად აი რაღაც რეკლამაზეც რა და მე ძალიან მომწონს, ზოგადად ძალიან მომწონს. იცი რა მაინტერესებს? აი ძირითადად ცხოვრობთ ამერიკაში, ხო? არა, რაღაც დროს. მე ნამიყილა. ნეტა. რაღაცა ძალიან მახსოვს რომ ესეთ ამერიკაში და ნიუ-იორკში ძალიან ისე მიეწყო ბოლო 2 წელიწადში 4 ჯერ ვიყავი მე. ხო და ახლა ვიფიქრეთ რომ ფაქტიურად აქ 2 ჯერ ერთად ვიყავით მე მგონი. 3 თვე ვიყავით გაჩერებული და ხალხს ეგონა რომ იქით გადავცხოვდით. ანუ ზოგადად ხალხს ეგონა რომ ჩავედით აღარ ჩამოვიდოდით რა. ეგ იყო თორე განა რა. ჩავედით, ჩამოვედით, მაგრამ ძალიან გვიყვარს იქავრობა და ძალიან მაგარია. საქართველოს არ მივატოვებ. მაგრამ საქართველოს ვერ მივატოვებ. ხოთი, რაღაც პერიოდი ხარ ხოლმე რომ ყელში ამოტივარა აქ ყოფნაც და გინდა ხოლმე რომ გაიქცე რაღაც ცოტა ხანი. ხო, აუ ეგ ყველაზე კარგი. იქ რო ხარ, მე რეხტები ხოლმე რომ აი საქართველოს მაინც გიჩვენე. ახლოს არის შენთან გულთან, ამიტომ თან საქართველოში ძალიან ბევრი რაღაც კეთება გვიყვარს რა. ანუ ცალკე არ ვიცი მართლა ერთი ბიზნეს მიმართულება. ეხლა სხვათა შორის კოპტერის ანუ ბიზნეს თეორიაშიც არის ჩართული, მაგ მიმართულებით მეორე ფილიალს ბათუმში ვიხსნებით. აქეთ ამაი გვაქვს და ძალიან გვინდა რომ ამაის განვავითაროთ კიდე რაღაც ახალ ობიექტებზე. აკადემიასაც ვიწყებთ. ცალკე კონტენტ კრეატორების მიმართულებით ძალიან საინტერესო ამბებს ვიწყებთ. ეხლა ეს არის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ხო კრეატორ აკადემიის ლონჩ-აუტ სექტემბრიდან უკვე full time. მანიაკები ხართ. და კიდე რაღაცებს რა ვიცი, რაღაცებს აწვალებ. დიდი ხანი ერთად ხართ? 2015-დან. 2015. 10 წელი გახდება თებერვალში. აი პირველი შთაბეჭდილება რა იყო? ბატონო? პირველი შთაბეჭდილება რა იყო ერთმანეთზე? ჯერ თეონა შენ მიპასუხეთ? და მე გიორგის. მე მოყვე თუ შენ მოყვე? პირველ შთაბეჭდილებას ვიტყვი, ან მარტივად გზად არ მოყვეთ რა, თორე დიდი ისტორია. შენ მოკლე ისტორია ვინდა გაინტერესებს კითხე? აი, მე არ მეინტერესებს. რა? მოკლე გაინტერესებს თუ გრძელი ისტორია? მოკლედ, მე სხვა კითხვაზეც გადავიდეთ. რომელიც უფრო საინტერესოა? რომელიც უფრო საინტერესოა? მოკლე ის იყო რომ Facebook-ზე დავიმატა მე მეგობრებად, მაგრამ სამსახურისთვის მჭირდებოდა გიორგის სკილები ესე ვთქვათ. შთაბეჭდილება რა იყო რომ ნახე? მე უკვე 2015 წელს უკვე ცნობილი ტიპი იყო? ანუ არა. ანუ სნოუბორდით რეალებდა და მე ტურიზმის მიმართულებით მუშაობდი და გჭირდებოდა ადამიანი, ვინც დაგვეხმარებოდა ვიდეოს გადაღებაში. ამიტომ ნუ ერთ-ერთი მოიაზრება და დავიმატა Facebook-ში. არ შედგა პროექტი, დამჭა მეგობრებში. მიშველეთ მე რა? რეალურად არც არანაირი შთაბეჭდილება არ მქონდა, მაგრამ ერთი-ორჯერ რომ მომწერა, ანუ რომ ვნახულობდი ამის სურათებს, ძალიან სპორტული ეს მაისურებში, ბიცეპსები გადმოგდებული და მეგონა რომ აი ალბათ აი ესეთია რა, აი გოგოებთან რო რაღაცა რა, სტილობს რომ დაელაპარაკოს ისე და მეთქი ზედმეს არაფერს არ ვიტყვი მეთქი რა, ცოტა დისტანციას ვიჭერდი, მაგრამ ერთხელ ორჯერ სამჯერ და მე რომ ამიყოლია ლაპარაკში თვითონ წერ და სულ? კი, ერთი-ორჯერ მომწერა, რაღაც სმაილით უპასუხედა. ნაკლად მომწერა და მე არ მოეწონა ამას ჩემი ტონი, მაგრამ 1-2 იმის მერე დავიწყეთ ლაპარაკი, უკვე private, ანუ კომენტარებიდან გადავედით უკვე DM-ებში. და მე უფრო აეწყო ჩვენი ლაპარაკი და მივხვდი რომ ცოტა სხვანაირი შთაბეჭდილება დამიტოვა უკვე პირადად საუბრის დროს. და შენი შთაბეჭდილება? პირველი. აი გამატებს ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელად კაი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რა. რომ მეთქი, ვა ბიჭო, ეგეთ იღბლიანიც არ ვარ. რა ლამაზი გოგო მომატებს მეთქი რა და ია კონფირმ ეგრე. მე იყო პირველი შთაბეჭდილება. არა, ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ეს იყო თან ძალიან ამბიციური რა და შენ სახთან ვარო რა. ეს არის რაღაც პირველი თუ მეორე კვირის ლაპარაკის დროს თუ შემდეგ რომ შენ სახთან ვარო და ჩამოდიო რა გავისეინოთ. მეთქი excuse არა, სახთან არა, უბანში ხო, აქვე არის ახლოს თეოც. ხო, მეთქი ძალიან ისეთი ხوارგონი ვარ თქო და ხო, არა, მე ძალიან იღბლიანი, ანუ მეგონა კი არა, ვფიქრობდი რომ ძალიან იღბლიანი და ზედმეტად იღბლიანი ვარ, რომ ესეფა მაგარ მეგობრო კულაგრამ მაქცია და ძალიან ფრთხილად ვიყავი ხოლმე რა და იმენად ფრთხილად ვიყავი პირველ პაიმაზე რომ შევხვდით ერთმანეთს და რომ ემშვიდობებოდით. აიო, რუსთაველზე ვართ და აქვე ცხოვრობს თეოც რა და აიო, ამ ჩასახლებში ჩემი სახლიო და თურმე ეს ცხოვრობს დაბლა მშალხიდან და მე რუსთაველზე ჩასახლებში რომ მითხრა
კარგი მაშინ ნახვამდის მეთქი რა, რომ ვიფიქრე რომ არ ეგონოს რომ აი სახლი ანუ უხერხული საშექმნა და დავემშვიდობე და ამას ვფიქრია რომ შუა ქუჩაში რატომ მიმატოვა? შუა ქუჩაში მიმატოვა. ოკეი, ბაი, გადავკოცა და 2 წამში გაქრა იქიდან. არა და მე ვერიდება რაღაც ავხნა არ ვიცი, აი და ოკეი. ამან. ძალიან მორიდებული იყო, მაგრამ რეალურად ეგეთი არ არის. და მე მალევე დაქორწინდი? 6 თვე. ყველაზე მაგარი იცი რა იყო, აი ამას ვიტყვი რა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში და ალბათ მის ცხოვრებაში, აი ჩვენი პაიმნები და ეს ერთმანეთთან ლაპარაკი, ზოგადად სეირნობა იყო სრულიად ანონიმური, ძალიან ჩუმი, არავის არაფერს არ უყვებოდით, არ დედაჩემ არ იცოდა, არც მამაჩემ არ იცოდა, არც ჩემი სამეგობრო მდიდარი. არავინ ჩვენ ორის გარდა არ იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს ხვდებოდით. არ ვინდოდა. რატო? აურივეს ერთად. იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაცა ჩაერეოდა, მე დაიწყებოდა ლაპარაკი, რომ მე ვიცნობ ამის ვიღაცას და ესეთია და რაღაცა, ანუ სხვისი აზრი ჯერჯერობით არ მაინტერესებდა, უბრალოდ მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა და რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ გაგვეტარებინა კატეგორიულად. თან არც ერთმანეთისთვის არ ვიტყვანს, რომ აი მიყვარხარ და რაღაცა. უბრალოდ ერთად ვიყავით, კარგად ვიყავით და აი რაღაც ბავშვებით ფეხით დავდიოდით, ბოდიალოდით, ლაპარაკობდით. თან არც იმალებოდით, ხო? არა, დამალით არა. არავინ არ გვიცნობდა მაშინ, ამიტომ უბრალოდ ერთად ვიყავით. სეირნობით ხოლმე. როცა შეგობრები და სხვისი აზრები რო არ ემოქმედა სხვის აზრებს, ესე ვიყავით და მე მგონი ძალიან კარგი იყო ეგ 6 თვე ის. რაღაცა ძალიან ხო, არც ვიცოდი ამაზე არაფერი. მე 6 თვის მერე რაღაცა იმას შეხვედრაზე მანქანით მოვიდა და აი მანქანით უყავდა ძალოსვენა. რას მოდიალოდით ამდენს ფეხით, მაგრამ ანუ არაფერი არ ვიცოდით ერთმანეთს. მანქანით უყავდა ვერ თქვი. და კიდე კაი რა იყო, იცი რომ თეო იყო ახალი ჩამოსული ბრიტანეთიდან რა. და აი ქართულსაც ვერ ლაპარაკობდა წესიერ და იმდენეზე იყო და ტვინიც არ ქონდა, რაღაც სხვანაირად იყო რა, სხვანაირი ტიპი იყო რა. და იცი, რაღაცა ისე მსუბუქა დაეწყო. და ლაივში რო ნახე, საერთოდ გაგიჟდი ხო და გადაირი ისე მოგეწონა. ძალიან. ეხას ვფიქრობ რომ ძალიან ამაზია რა. საშიშროება არის ხოლმე ესე ინტერნეტით გასწავლილი ადამიანი, მე აი დეიტზე რომ მოდის არ ხდება ხოლმე. ამ დროს ეგეთი გოგო რომ მოდის კიდე ცალკე. არ იყო იქ შიში რომ ვაიმე ხა. არა. თეოს ალბათ ქონდა, მაგრამ თეოს ქონდა ალბათ. ანუ ვიზუალურად უფრო ნაკლებად ახლა სურათები ნანახი მქონდა და ასე თუ ისე აღვიქავდი ადამიანს, მაგრამ მისი თავდაჯერება ეს რაღაცა ცოტა ამბიცია ძალიან რა ის თავდაჯერება რა და შინაგანად როგორი არ ვიყავი ისე თავდაჯერებული რაღაცა მარტვილიდან ჩამოვედი მარტო ცხოვრობ სტუდენტი 10 კვადრატი დოლიძეზე რა და რა ის თავდაჯერება გეხო წელი ანუ ჩემთვის ვიყავი რა ხო და ალალი რო იყავი ეგეს მომენტი ალალი ფაქტი ის არის რომ ძალიან მოხდებით ერთმანეთს რა მადლობა ძალიან დიდი ძალიან კარგი თემა გამოხედით განსხვავებით რა მაინტერესებს ყველაზე აუტანელი თვისება რომელი აქვს გიორგის რომელიც აი ბერიტან ვინო მოახჭო აი გეტყვი გიორგი არის აუტანელი მაიკრო მენეჯერი ანუ ყველაფერში ჩაგიძიება რა ყოველდღიურად და ვიყო დაწმენებული რომ საფრთხეა თემა ტელეფონი აიღე ხა ეს დააკობრე ეს ჩასვი ეს კი ანუ მე ბაზარი არ არის ვაღიარებ რომ ძალიან გაფანტული გონება მაქვს და ხანდახან მაქვს ხოლმე brain freeze თეონას ასისტენტი ვარ უბრალოდ ყველას ჭირდება რომ დავჯდე დავისურვე იმიტომ რომ იმდენი რაღაცა ხდება ჩვენს გარშემო რომ მინდა ცოტა ამოვისუნთქო და ამას არ შეუძლია ამის წვენი სუტრიალებს გამიგე გამეც რომ ვიძინებ ხოლმე ხვალ რას ვაკეთებ და ესე გიყურებს თვალებში გამიგე ანუ ზუსტი გეგმა უნდა თან ისე კი არა რომ პროსტა ზოგადი გეგმის გარეშე როგორ უნდა ამას უნდა გეგმა მაიკრო მენეჯერის გეგმა რომ ზუსტად to-do list-ი ესე ჩამოწერო და შეეროდი აუშვებ ხოლმე მე როგორ ვარ ხოლმე მე არ ვიცი ჯერ არ საკეთებ და ესე გადავტრიალდები ხოლმე ცოტა ხანი მაცობ არა თეოს ასისტენტობას ვითავსებ და მაგიტო თორე ყველასთან ესე არ ვარ რა მე შენს ასისტენტობას ვითავსებ სხვა რაღაცა. თეონას უნდა ხო თქვენს ასისტენტობას ვითავსებ ცხოვრების რეულად ეხლა იქ. და შენ როგორ თქვი თეონას ყველაზე აუტანელი თვისება რა? ეგ. ნუ რა. რო აი ძალიან ჩილ არის, ხანდახან კიდიას ვეძახი ხოლმე რა. ძალიან ჩილ ვარ, და გიხარო და ეს რა ხარ ეგრე ჩილან, ვაი. გეგმა ხვალ რო ვიძინებ ანუ ჩემს უკან შეიძლება რაღაცა იწოდეს და მე ესე ვარ და ხო ცოტახანი მაცადე მოვისურვებ. აღზრდის ბავშვის სამოსახლოში მომწონს რაღაცები, იმიტომ რომ აი მე რო ძალიან ისე ვარ ხოლმე ან ტკირასთან მიმართებაში ან მილასთან, აი თეო ძალიან მშვიდია და ვაბალანსებ თუ არის რაღაცა კარგიც არის, მაგრამ ჩვენ მოკლედ ეგრე უნდა ვიყოთ რა, ეგრე გამოდის რა. მინდა გითხრა რომ მე მგონი კირასაც სამის თვისებები გამოყვა. ძალიან ფეთქადი ხასიათი აქვს. ფეთქებადი ბუდეში და მაგ შემთხვევაში აი ესე აფეთქდება ხოლმე და ჭირდება რომ ცოტა დაამშვიდო. ცოტა დაჩილდეს. მოგეთ, გაულადო გეგმები რა ხდება მის გარეშე. აი ზუსტად ეგრე. ой ხა იცით რა მინდა. აი მინდა რომ ზუსტად 3 წამი გაცვალოთ როლები. ანუ როგორ ბრაზდება თეონა და როგორ ბრაზდება გიორგი.
მე გააკეთე. ეს იქნება ტოპ 10. გაბრაზებულები ერთმანეთს გავართ. ანუ შენ გააკეთე არა, ეს თუ გაბრაზდა მტრისას, ეხლა აი, კაცო, ეგრეც არა. ჩილ არის ზოგადად, მაგრამ თეორია გაბრაზდება მე შედები და განსახიერო როგორ ბრაზდება. არ ვიცი როგორ განსახიერო, არა ვარ ეგეთი კარგი სახიერო. მე მეგრული არ ვიცი, თორემ მეგრულად დავიწყებდი ეგ ლაპარაკს. მეგრულად იწყებს ლაპარაკს? კი, ხანდახან იცის ხოლმე. მე ინგლისურად ვიწყებ. ნუ ინგლისურად იწყებს. აი ინგლისურად იწყებ. რაღაცის რო გაბრაზდება, რაღაცა ისე სიტყვას მოიგონებს, რომ მეთქი დაიძა ერთ-სამი. მართლა. ხშირად ხოლმე, ხშირად არის ესეთი აი, ხოლმე მე მგონია რომ აი ესე სერიოზულად არასდროს არ გიჩხუბიათ მე ესე მგონია. არა, სერიოზულად რომ გიჩხუბია რაღაცა. აი მეწვით ხარ გიჩხუბი. არა, ეგრე არა, ეხლა მაგრამ როგორ რაღაცა იცი, საქმეში სულ ხშირად ხარ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ თეო არის უფრო კომპიუტერში ჩართული და მე პროდაქშენის ამბებში, მაინც ჩართული ვარ მეც კომპიუტერში ხანდახან და რაღაცა ესეც მადლობა ძალიან დიდი. ჩვენი ამაიც შემოგვეწია. რუსკას რომელი რუსკას? მე დაგპატიჟეთ ამაიზე. მადლობა. აი ხედავთ ორიგინალურია. ჩვენ უნდა გეპატიჟეთ, შევდავეპატიჟეთ. არა, მე დაგპატიჟეთ თქვენივე ამაიზე, თორე ძალიან გემრიელია გასაგებია. მადლობა ძალიან. ანგარის გამოგიგზავნით. იცი რა არის, მე მაინც შოკოლადისტი ვარ, მაგრამ ფისტაც ძალიან გემრიელია. შოკოლადის მაგარია. არა, შენ უნდა გაიგეს, მე დაგპატიჟეთ თქვენ. ხო და რას ყვებოდი, რაღაც საინტერესო ყვებოდი. შენ ყვებოდი იმაზე, რომ რაღაცას ყვებოდი. გაბრაზებულ თეონაზე ყვებოდი. ხო, გაბრაზებულ თეონაზე კი არა, უფრო რაღაც საინტერესო თემასპაპირები და დამავიწყდა. აი, it's okay. ამაი ისე დაგიგრელა, მე მაგალითად მიყვარს კასტელა. ხო, მეკეტება ძალიან გემრიელი. ახლა ეს ნამცხარო დამიდეთ. შენ ამბობდი საქმიანობაში რომ ხო, და საქმიანობაში ერთად ვარ, რეალურად. იწევს ხოლმე რა, იმას პლუს მინუს კი არა და პლუს პლუს და რაღაცეებს. მადლობა ძალიან. რა ლამაზია შეხედეთ. შეხედეთ რა ლამაზია. საფალესია. დაინახეთ რა ლამაზია. ჩვენ ლამაზ თანამშრომელი ვიყავს. ლამაზი თანამშრომელი. არ ვიცი, ისე ვამბობ, ისე რაღაცემა ვინც არიციან, ანუ ამაი ჩვენი სტარტაპია და ესე თქვა. იციან, ყველა მიციან, მაგრამ მე და მაგიდან მოგვიყევით რა, ვინც არის ის იქნება ვიღაცა მარიც, მოგვიყევით რა არის, რა სტარტაპია. ამაი არის იაპონური დესერტებია, კასტელა კონკრეტულად იაპონური დესერტია, ძალიან განსხვავებული გემოთი, ფულფულა, უბრალოდ კასტელა არის ბისკვიტი უშუალოდ იაპონური თორე თვითონ ტოპინგები ჩვენ შევიმუშავეთ აქვე, მივიქვი. უბრალოდ ეგ მგონია რომ აი ისეთი მსუკე არის რა, ფისტა უფრო ლაითი ტიპია და კიდე სხვა არომატები გვაქვს ძალიან გემრიელი. და პლუს სასმელები, ყავები და ასე შემდეგ ჩვენი სტარტაპია, რომელიც მეორე ფილიალიც გაიხსნა ახლა რუსთაველზე და მალე გაიხსნება გორში და კიდე მალე გაიხსნება ბევრგან. ანუ აიწყეს ცხოვრება. შეიძლება ესე ითქვას, ბევრი წელი საჭმელი გვაქვს, ბედნიერები ვართ. ეთქო და ძალიან კომფორტულია და თან რაღაცნაირად რბილია. თან ის არის რა, ანუ ჩვენ ზოგადად ძალიან განსხვავებული და მაგრამ ანუ ჰაეროვანია რა თან. უბრალოდ იმაზე ვდაობდით ძალიან დიდი ხანი განვიხილავდით რამდენად დიდი არის ან პატარა პორცია. ზოგი ამბობს რომ დიდია, ზოგი ამბობს რომ პატარაა, ანუ შენ ხო წარმოგიდგენია, ზოგი ამბობს რომ ეს არისო პატარა პორცია. ანუ ჩემთვის აი ძალიან დიდი პორცია. ძალიან დიდია. არა მადლობა. ეხა არ მინდა. ახლა მაინტერესებს მშობლები. როგორი მშობლები ხარ? არ დამავიწყდება. ნათქვამი მაქვს მე მგონი ორივესთვის. ახლა ეს ხო ვიცნობ და სოციალურ ქსელებში მეგობრობთ და თქვენი უფროსი შვილის ვიდეო ვნახე, შენ რო წაიყვანე საფრენად. ან რო დავიწყებ ღავილი. ეს პატარა საფუჭი რო უჭი რა, კარგი ბავშვი, ყველა ბავშვი ხო საყვარელია, მაგრამ აი ამ ჯერჯერობით საოცარი ბავშვია. ამ ვიდეოს რო უყურე, ეს მოცისქნული ქალი და წაიყვანა მამა. ეს რომ მივწყავს ხელს ფრენამდე. ასე რო აკეთებს, სუდად ხარ, ეს რო აკეთებს და რო იწყებს ფრენას, ხალხო ან რამდენი ბავშვის ოცნება, ანუ ხო ხდები აი პირველად რო იწყებ ოცნებას ბავშვობაში, პირველი ოცნება ფრენა არის თითქოს რა. და ამ დროს შენ ეხლანდელ ბავშვებს ეძლებათ საშუალება რომ ეს გააკეთონ და შენ ამ დროს დებ ამ ვიდეოს ამ კონტენტს რო აი ძალიან მარტივად შეგიძლია ეს ყველაფერი გააკეთო და ისიც რომ ეს უშიშრად ამხელა ქალი რო იწყებს ფრენას. მე მეგონა რომ შეეშინდებოდა. სუდად ხდები მაგ ვიდეოს. ეხლა ამბობს რომ რო გავიზრდებიო სკაიდაივერი უნდა გამოვიდეო და შენთან ერთად უნდა ვიფრინოთ ერთნავიდან. ძალიან გაუმართლა ეს. მაგრამ მეშინია ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, მე რამდენად ანუ მეც ესეთი ტიპი ვარ, საფრენად კი წავიყვანდი, მაგრამ აი ექსტრემალურად ძალიან რაღაცა მე თვითონაც რაღაც შიშარა ტიპი რო ვარ, ძალიან მეშინია ხოლმე. ხო, მე. აი თვითფრინავში მეც გამიჭირდება ალბათ კიდევ გაშევ, მაგრამ ეს ტუნელი არის, ანუ ვინდო ტუნელი არის, ხარის ტურბინა, სადაც 3 წელი პლუს ბავშვებისთვის არის ატრაქციონი რა და
და მაგარი ატრაქციონია. უბრალოდ საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ ეგ არის. იმედია გვექნება. ბავშვებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან კარგი გასართობია და კირას მაგრა გაუხარდა, ძალიან გამიკვირდა რომ არ შეეშინდა ესე მაჩვენებდა შინიდან და დაფრინავს. შეშულს არაფერს არ შეეშინდება, მე ესე მგონია რა. ექსტრემალობა ეთყობა გერმანიაში. მაქსიმალურად ყოლა ხოლმე მამამის. ეს არის მაგისტრის აი იდეალი. ვასწავლი პატარობიდანვე ვცდილობ ხა აქაც ხო ეზოსახში გადავედით სამურამოშიც ვარ თქონმე და აი ხოჭო რო გამოივლის ობობა რაღაცა ვცდილობ ბავშვი თვითონ დაძნევს ხოლმე ეხა უკვე მივიყვანე იმ კონდიციამდე იმიტომ რომ ეს რო სოფელში ვიზრდებოდი ძალიან მიყვარდა პეპლებს ვაგროვებდი თევზებზე თევზაობადებს ვიждდებოდი ცხოველებზე მწერებზე და ვცდილობდი რომ კიდასთვისაც შემეყვარებინა რა ეხა მილა არ ვიცი როგორი იქნება მაგრამ კირა დაძნევს ეხა ხოჭოებს პაკეტს ჭერს და მილა ჯერჯერობით მარტო ჭამაზე არის ორიენტირებული და ძალიან ბრაზიანი ყავს მაქსიმალურად კომფორტი არა როცა შეა მის ბრაზიანი ვარ ეხა რა თქმა მაგრამ ძალიან თან პოზიტიურია. ძალიან პოზიტიურია და აი არ ვიცი. მამის კი გავს. განსხვავებულები არიან და ეს ორი ბავშვის თემა კიდე საერთოდ სხვა არის, ვისაც ჯერ ერთი ყავს, გეტყვით რომ საერთოდ სხვა ხართ, ორი საერთოდ სხვა არის. ან დაკავშირებით, სიყვარულობით, ყველაფრით საერთოდ სხვა არის. რა შედარება? ყველაზე კბილი ის არის ერთადროე ერთობიან ხოლმე და თამაშობენ და მე რო ერთ მომენტში რო ეხუტებიან ერთმანეთს, აი ვაფიქსირებ რომ უყართ ერთმანეთი. პრინცესები მყავს. პრინცესები ორიც არის საოცარი გოგო. დედას გონა. ის მრგვალი ძალიან გამოირჩევა. მრგვალი არის ნაკეცები და ყოველ ვიდეოს ქვეშ მიდის ხოლმე კომენტარები რომ როგორ არ შეჭამეთ ეს ბავშვი. YouTube-ის დაგეკმარება მაინტერესებს. აი როგორ ხდება? ეს პროდაქშენი როგორ გაქვს აწყობილი? ვის რა ეხება შენთან არხზე? ვის მუშაობს იმ ადამიანს? ყველაფერს ვერ ვიტყვი ხა რაც ეგრე სად არის, მაგრამ აი რაღაც ეს არა როგორ არის იცი? YouTube მოკლედ ეხლა ბევრი იუთუბერია საქართველოში, ბევრი აკეთებს YouTube-ს და YouTube-ის ბევრნაირია რა, ანუ აი ხა უკვე აწყობილი გუნდებიც გადმოვიდნენ და მაგალითად ვიღაცა აწყობილი გუნდია, მაგალითად ტელევიზიის გუნდი, ბიჭები შეიძლება გადმოვიდნენ, დაიწყონ კონტენტს კეთება, რაღაც ფორმატი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ დროს YouTube-ის მანერი იყო ესე იგი რა. ანუ YouTuberi რეალურად თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ყველაფერს ითავსებ, ყველაფერი ხარ. ხა. და როდესაც სკეილინგი, ანუ გაზდა მასშტაბირება გჭირდება, მე ვიღაცებს იმატებ, თუ შესაძლებლობა გაქვს. ჩვენ შემთხვევაში ეგრე მოხდა, ჯერ თავიდან დავიწყე მარტო, არ ვიცი, ჩემი თვითებდი ლოგებს უბრალოდ დავდიოდი, მე ღამე ვამონტაჟებდი ხოლმე, ჩემს გემონზე ვამონტაჟებდი, ეხაც ძალიან მიყვარს იმ ვიდეოების ყურება. და ესე მე გავიზარდეთ, იცი რა, მე მივხვდი რომ ადამიანი ჭირდება დამხმარე, მე მივხვდი რომ editing-ში რა დამეხმაროს ვიღაცა ჯერ შავამდე დამიჭრას, მე დავამონტაჟო ბოლოს და ესე რა და ეხლა ამ მომენტში 4-5 ადამიანი ვართ, თუმცა მარტო ჩემს YouTube-ს არ ვაკეთებ, ბევრ რაღაცას ვაკეთებ ამ გუნდში და რავი, როგორ გითხრა, აბა გააჩნია ვიდეოს ფორმატს, არის ვიდეოს ფორმატები ხა ჩემს YouTube-ში და მარტო ვიდეო. წარმატებულ YouTubers. ბატონო? ხوار მიგიბაძავს ოდესმე, აი რაღაც იგივეს დახმარების ვარიანტში ხوار მიგიბაძავს რომელიმე YouTuberისთვის წარმატებული დაიწყო რეალურად. ჩემი აზრით, YouTuberi და ვერცად საქმეში ვერ გახდები ვერავინ, თუ არ ისწავლი. და მე მაგას უფრო სწავლავს ოძახი, უფრო ვიდრე მიბაძავს, იმიტომ რომ თუ არ ბაძავ ვიღაცას, ან არ ცდილობს ხვის გამოცდილების გაზიარებას, ან გათვალისწინებას ვერ სწავლობ რა. ჩემი мотиваცია იყო პირობითად ერთი კონკრეტული ვიდეო, Casey Neistat-ის ვიდეო, რომელიც vlogging-ის ფუძემდებელია, რეალურად აი ესეთი კამერით. ხო, ეს ტიპი იყო Casey პირველი, ვინც ნიუ-იორკში დაიწყო vloggerობა. მანქანაში დაინახა და წელს შეხვდი ნიუ-იორკში, შემთხვევით მანქანიდან და უსიგნალე და ის აი რა შენ ანუ ვინც და გადაგადგმევინა ნაბიჯი, ეგ ტიპი დაინახე. ხო, Casey ძალიან ცნობილი OG იუთუბერი არის, vloggeri, რომელმაც გააკეთა ჩელენჯი 365 დღე ყოველდღე vlogers დებდა რა. ეს ამან გეოვნები 2015-ში, 16-ში. როცა მიწყებოდა და მაგისი ბიძგი იყო პირველი რომ გავაკეთა და მე რო აღმოაჩინე ვიღაცებმა ნახეს, ვა YouTube-ზე კამერით ვიდეო გადაიღო, ვიღაცებმა ისეთ რაღაცები დამიწერეს, მეთქი ხო არ გადაობ, რა მაგარია. მე წავედი დრონები გადავიღე, მე წავედი მოგზაურობა გადავიღე და საბოლოოდ გავიჩითე რომ თურმე YouTuberi ვარ და საერთოდ მაშინ აღმოაჩინე რომ აი YouTuberi ტერმინი არსებობს Casey-ის ვიდეოში, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რომ აი ვიდეოებს რატო დებენ მე ამ YouTube-ზე ტუტორიალებს და რაღაცებს, აი ამუღამი აქ ხა ვიდეო დავდო და ვიღაცა მოყოლოს და ტუტორიალები აქ ცალკე სამყაროა. ტუტორიალების დედოფალი. აი დედოფალი აღარ. იცი ორი ადრე უფრო აკეთებდი. ანუ ეს მეიქაპი. ანუ შენ პროფესია არის თუ ანუ ეს საიდან რანაირად? მეც რეალურად YouTube-მა მასწავლა. ესე პროფესიონალურად? რა თქმა უნდა, მინდა რომ განვითარდები, ვისწავლო უფრო პროფესიონალურად, რამდენი ხანია მინდა, მაგრამ ნუ ყველაფერი რაც ვიცი YouTube-დან. და სხვა ინფლუენსერებისგან. ხო, მაგრამ ნახე შენ რო შენ YouTube-ლოგებს როცა დებ, ანუ შენია.
YouTube-ი არ არის ჩემი. ანუ ამისავე, მაგრამ Instagram-ი არის ჩემი პლატფორმა და თავიდან ბოლომდე შემიძლია კონტენტი, უამრავი კონტენტი მიუძღვნა მარტო Instagram-ს. YouTube-ი ძართულია და ვფიქრობ, რომ თუ მართლა ძალიან გრძელი ვლოგი არ გაქვს და სამონტაჟებელი მოსაყოლი, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ესე 15 წუთი რო დგასხმობ და ლაპარაკობ, მე ესე არ შემიძლია. მე უნდა დავიჭრა, უნდა შევკრა voice-over-ი გავაკეთო, რაღაც ლამაზი კადრები გადავიღო და ასე. ამბები ხდება მეგობრებო. ლაივში ვარ. უსკასთან ლაივში ვარ. აცადე შეცოს ლაპარაკი. აცადე შეცოს ლაპარაკი. აი ეს ყველაფერი ლაივში ნახე როგორი კრეატიულია ჩვენი გიორგი. ხო და დემოვნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს. აი ძალიან პატარა დროში მოახერხე რომ აი ამ სტატუსით არ ვიყავი სტაბილური. და მაგის გამო არის კიდე რომ ცოტა აი ტივტივებ რა. ხანდახან არის ხოლმე პერიოდები, როცა თვეში აი ვაცხობ გიჟივით rilsებს და ძალიან мотиваცია მაქვს აწეული და შემიძლია ყველანაირი კრეატიული საქმე, კრეატიული არა, კრეატიული საქმეები ვაკეთო და თან ვაწარმოო და რაღაცისგან ინსპირაცია ავიღო და უფრო მომინდეს ამის გაკეთება, მაგრამ არის თვე რომ უბრალოდ გადართული ვარ საქმეში. ნუ ყველა იგივე ვარ, მეც იგივე ვარ. მაგიტომაც მე აღვიქავ ამას უფრო როგორც ხობის. ხობი არის როცა ხობი რომელიც ძალიან კარგად გამოდის. აკეთებ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემამდე იყო ძალიან ბევრი წარმატებული ასევე beauty content creator-ი, თუნდაც თაკო საზინა, რომელიც the OG YouTube beauty influencer-ია და ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანია. ამიტომ თლად მე YouTuber-ობას ვერ დავიბრალებ და ამ სფეროში პირველობას ნამდვილად ვერ. აი პირველობას შეიძლება არა ესე, მაგრამ მე დაგაბრალებ ბლოგერობას, იმიტომ რომ მე დამაწყებინე პირადად შენ, ეგეთი ქართველი ბლოგერების, beauty ბლოგების ყურება შენ დამაწყებინე, იმიტომ რომ ხო რა, ვიდათ არ ვინტერესდებოდა. ხო და ნუ ეგ ასწორებ და ამიტომ ესეც ნუ ეგეთ თამდაბალეს Elton John-ზე გადავიდეთ. გაღიზიანებს თუ ქსიამოვნებს რომ გამსგავსებენ ძალიან. კენდალზე. ადრე ის როგორ ვიყავი ხოლმე, რომ სულ ვცდილობდი რომ თუ მომსგავსებენ. საერთაშორისო ნიში მოხვდი, ხდები? კი. რაღაც პერიოდში გლობალურად ბევრი წლის წინ თან. მაშინ კიდე მომსგავსებდნენ, აი ხა ძალიან დავშორდით ასაკობრივ ესე ვთქვათ რატო ის დარჩა ის ცოტა უკვე ახალგაზრდა მოდი ვაღიაროთ, მე უკვე 35-ის ხდები, ამიტომ სად ვერ ვარ. პირველი გოგო არის როგორ რო იმატებს წლებს. არ ვიმატებ. რო გახდები, ეგრე მე 40-ს გავხდები ალბათ ერთ საათში. მე სანამ არ გავხდები 39-ის, ჯერ 38-ის. ძალიან მომხდები რა თქმა უნდა და მაგრამ ამავდროულად არ ვუყურებდი ხოლმე იმ კონტენტს, იმიტომ რომ იმის ქვეშ მიდიოდა ხოლმე დებატები, გავს, არ გავს, ვის რას გავს. და მე საერთოდ ამის შუა არაფერ შუაში არ იყო, ვიღაცა დადებდა რომ ეს გავსო და მე ის ვიღაცები ეჩქობოდნენ ამას, რომ არ გავხარო და ეს იყო ხოლმე. მოშტერო ადამიანების სცენია ხა მაგალითად მაგრამ ეგ იყო გიჟობა რომ საერთაშორისო მედია დამიკავშირდა მაგასთან დაკავშირებით და ჩემს იყო თუ რაღაცა Fox News-ის იყო და Daily Mail-ი და ჩაწერეს ინტერვიუ მაგასთან დაკავშირებით გამხარ თუ არა ამ მოდელს ანუ თავისით ამერიკული ინტერვიუ თეომ რაღაცა თავის ბრიტანული ინგლისურით ეგრევე ლაივში მე რო ვიღაცას გვანებოდი ალბათ მაქსიმუმ ეგრულად მეპასუხა ვარიზია მამუზგუ ჩვენი სპონსორი ძალიან გემრიელი Summersby-ს სიდრი უნდა დაგალევინოთ, რომელიც აუცილებლად ყინულებთან ერთად უნდა დალიო რა. და მე მევხსნი ამ სიდრს, აი ყველაზე მაგრა ნახეთ. აი ხუმრობს უეჭველი ჩემი. შეკიდა ჰეილი ბიბერის ტრიკი ქონია. გიჟიორი. მართლა კბილები როგორ გაქვს ამისთვის? აი მოიცადე მომენტი. ისინი დაგისხა. ეს ალკოჰოლია? ცოტა. ჭიჭე. სიდრი არის, სიდრი. ოკეი, ჭიჭე. სიდრი. და თან ძალიან გემრიელია და მართლა მნიშვნელოვანია, რომ ყინულების გარეშე არ დალიოთ. უნდა დალიოთ ყინულების. ყინულების. და Starbucks-ზე ვილაპარაკეთ, რომ ნაღდი Starbucks-ები აქ არის. ყველაზე უხერხული სიტუაცია მინდა გაიხსენოთ. ორივე დაგვა. რომელი მაგალითად? რომელი ერთი? აი, თორჩო მაგალითად შეადგა სტოლებას. თორჩოს ვიდეო რო არის, შევასკდის სტოლებას. არ მაცივარი მქონდა, არ ვიცი რა. უხერხული? მე იშვიათად, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავგეგმო და უხერხული. დანელია უხერხული სიტუაციაში არ ჩავარდე, მაგრამ ალბათ მაინც ხდება. კი, გამენტება. მაგრამ გახსენება არ გვინდა. მაგაშია. უხერხული საშიშს ვიტყვი, მაგრამ ისევ ფენაზე გინდა. საშიში უხერხული არნაირად არის. არ ვიცი, ავი ამასთან. მაშინ კომენტარი გაიხსენეთ, რაც ძალიან ცუდად გახსოვთ. კაცო, ეგეთი ამდენი ძგე იცოცხლე, შევიდეთ აგენ ნებისმიერ პოსტში. არა, აი დღემდე რომ გეშლება. მე უფრო იმას გამოვარჩევ ხოლმე, იცი როგორ კომენტარი, ეს რომ თან რომ ცუდს გიწერენ, მაგრამ თან რომ კარგს გიწერენ. ეგ რას ნიშნავს, რანაირად რას გიწერენ? აი როგორ გიცხა? ეგ მე მგონია რომ ახალი ქაობის რაბანძი ვიდეოა, გიო რა არის ეს, მაგრამ ანუ
მაგრამ წარმატებები კაი ტიპი ხარ. ანუ თუ რაღაც აი ხო ხდები აი ორ როგორც გინდა ისე რო გაიგებ რა. ეგენი არიან უწოდები ვიდრე ის ვინც პირდაპირ კრიტიკას იმიტომ რომ კრიტიკა ოკეია რა. კლავიატურის ვირთხები. მე ესე ვეძახი. ეგენი ახსენდება ხოლმე თორე ისე კონკრეტული უხერხული ჩემთვის ის რა იყო მარტო რომ დამტოვე. ანუ ჩვენ გეგმავდით პრეზენტაციას. შემოვიყვანოთ ერთი გლობალური ბრენდი, რომელიც არის EcoFlow. გეგმავდით პირველ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, ვემზადები და პატივით აბსოლუტურად ყველა კომპანიები, დიდი დირექტორები, რაღაცა შესყიდვებიდან ისა და მაქვს ახლა გიორგის იმედი, იმიტომ რომ მე არ შემიძლია, ანუ მე რო ვნერვიულობ, ქართული მავიწყდება, მე ვერ საუბრობ ქართულად რა, მიკაკალებს ხმა და ლალალალა სიტყვები მავიწყდება, აღარ შემიძლია ინგლისურადაც ვერაფერს ვერ ვშვები. მაგრამ ამის იმედი მაქვს, ამის მეგრულის, აკადემიური გამართული ქართულის და პრეზენტაციას მე გავაკეთებ, მეთქი უბრალოდ ილაპარაკე რა და ბოლო მომენტში რა მიქნა. გაემგზავრა საზღვარგარეთ, დამტოვა მე მარტო და წინა ღამეს ვემზადებოდით ქართულში რასაც მე არ მახსოვს რა ხდებოდა, მაგრამ ვერ დავაკენსელებდი რა ჩემს არ იყო და კიდევ დაგასვენებდი. მე როგორ ჩაიარა, ხო კარგად ჩაიარა ხე შენ. მაგრად ჩაიარა. ანუ პირველი 10 წუთი მიკანკალებდა, რასაც ქვია ხმა. იმიტომ რომ ანუ რო გადავხედე ამ აუდიტორიას და ისეთი ტიპები იყვნენ, რომ აი ხო, მაგრამ კარგად ჩაიარა. გუნდი იყო იქ, ჩვენი კოპტერის გუნდი, ჩემი დაძმები იყვნენ იქ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემ ჩანაცვლებას. რომ მისთვის იყო ძალიან ძალიან სტრესული, იმიტომ რომ იმედი მქონდა ამისი, რეალურად. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეგ ბრენდი ძალიან წარმატებულია დღეს ჩვენთან საქართველოში, ჩვენს ესე ვთქვათ ბრენდების სიაში, EcoFlow და გაერთიანებული ეფორტით ვაწვევით და ეხა კიდევ უფრო რაღაცა დიდ ეტაპზე გადავედით, ინდუსტრიული მიმართულებითაც საინტერესო პროდუქცია აქვს. და ის ყოველთვის რო ვახსენებ ხოლმე იმ ისტორიას მოყვა თუ არა? სამშობლო ისტორია? არა. აი ყვილია. ის რა მითხარი? რაში არის უნიჭო? გავიგეთ რომ ყველაფერი გამოდიდა ნიჭერმა, რამეში ხარ უნიჭო? რამეში ვარ არ ხوارი რამე რა გამოსდეს. Excel-ში. რა? ხო აღიარე. Excel-ში. Excel-ში? და ზოგადად ფინანსებთან. არა, ფინანსებს ყველაფერს მითვლი უბრალოდ ზეპირად. Excel-ის ფინანსებში და ფორმულების დაწერაში. ნუ Excel-ია. წაკითხვაში კიდე. ძალიან უჭერს. მაგრამ ჩემი გზები მაქვს როგორ ხსნით? ეგეც გამოდის? როგორც ხელმარჯვე, რომელი უფრო ხელმარჯვე ხარ ოჯახში, აი ვის შეუძლია ნატურის გამოცვლა, იმის გაკეთება, რაღაცა. ბარა, აი გზაბება იდეა მაქვს. ავეჯის აწყობა მე ვასწავლე. აი, ავეჯის აწყობა ევასება, მაგრამ მაგის გარდა არაფერში იღებს პასუხისმგებლობას ხელმარჯვების ამბავი. ავეჯში ხელები არის. ახსენი ძმაო, ეხლა ეს სიტყვა. სამზარეულოში სამზარეულო ხელმარჯვეობა არა. რა არის ხელმარჯვეობა? არა, მე ხელმარჯვეობას გულისხმობ, აი მართლა ჩაქუჩი დაჭედება და DIY რაღაცეები. ეგეც ხელმარჯვეობა, ეხლა ორი ხალი ვარ და მოგიგებ. ეგეც ხელმარჯვეობა. არა, ეს ფანაირი ხელმარჯვეობა არის. დალაგებული გაჭკრელებული საქმის ხელმარჯვეობა? არა, გაჭკრიალებული არ გამაჭკრიალებინო არაფერი და გავაკეთებ და დავამზადებ. ანუ ჩემი ამის გამო გაკეთება. ვიყიდეთ ავტომატური მტვერსასრუტი, რომელიც წმენს, აგროვებს ყველაფერს და ბოლოს მადლობასაც გვეუბნება და მაგის იმედზე ვართ იატაკის ამბავში ყოველ 2 საათში ერთხელ გამოდის წმენს, იმიტომ რომ მიღლა დადის. არის რამე ახალი გეგმები? ბევრი. როგორი ყველაფერი მოვყავით, რაც გეგმაში ქონდა. გაფართოვე, თბილისიდან გასვლა არის. ეხლა თბილისში. ეხლა ბათუმზე მუშაობ. თბილისი, ბათუმი. ბათუმში კოპტერს გავხსნით ალბათ ორ კვირაში. დაახლოებით ტვინით იქ ვარ, ბათუმში ვარ, ყოველ ვიკენდზე ესე გაიქაცა, გააკეთე, ჩამოვიდა. გორში გადის ჩვენი პირველი ფრანშიზა ამაისი, რაც ძალიან გვახარებს და კიდე რაღაცებზე ვმუშაობ და აკადემიის ამბავი, რომელიც ჯერ soft launch-ი გვაქვს, ესე ვთქვათ, ხვალე ვიწყებთ ჯგუფს, რომელიც შიდა წრეში და უკვე სექტემბრიდან აქტიურად შევბერავ და კიდე სექტემბრიდან ძალიან დიდი ამბები. მანიაკებო, ის რა მაინტერესებს კიდე. აი, ეხლა რომ მოხდეთ ულიმიტო კარტა. აი, ნუ აი არ ვიცი, აი, ყველაფერია, ბარათი. მაიტა. ბარათი. ბანკო, მართლა კი. აი, ულიმიტო ბარათს გაძლევთ და სამი რამ რასაც შეიძენდი რა, არ აქვს მნიშვნელობა რაღაც, ანუ სამი რაღაცის შეძენა შეგიძლია, რა შეიძენდი? და ყველაფერი მოსულა აუძრავი ქონება. ანუ ყველაფერი სამი რამ. მე ვიცი უყარას. არა, შენს სიტყვი. ახლა ამათქვას ჯერ. კაი, ჯერ შეთქვითე. აუ, რას ვიყიდიდი? ავგიჟდები ხო, სამი სურვილი ვუთხარი, ულიმიტო ბარათი გაქვს. ჩვენ ესე არ მოცნებობთ ხოლმე რაღაც აღარეალურ. მაგაზე არ არის რა, შენ გათვალო, არ ვართ იმ ასაკში რომ აწახვიდე და ეხა ჩანთა იყიდო რაღაცა. ეგ ჩანსები იშვიათად გვეძლევა და შენ მოგვეცი. ეგრევე დაიწყეს ისე ფიქრი, ეხლა ხო ვიტყოდი რაღაცა. არა. ეგრევე სტრატეგიულად დაიწყეს. რომელიმე დიდი კომპანიის აქციები ხო? აქციები არა, წილი უფრო ალბათ. ხო. ან
ანუ კომპანია შეგიძლია იყიდო, იმიტომ რომ ულიმიტო ბარათია თქო. პლუს სამი კომპანია შეგიძლია შეიძლება. ხო, სამი კომპანია შეიძლება. პირველ რიგში ალბათ გავაკეთებდი დრონში, ანუ მფრინავი დრონების მწარმოებელ კომპანიას ვიყიდდი პირველ რიგში. ან ავაწყობ. ეგ ვეჭველი და დანარჩენი, რა ვიცი, თეო, შეგიძლია გაერთო დანარჩენი 2. თეონა, 3 რაც გინდა რა. შეგიძლია იყიდო საფრანგეთი, გერმანია. არა, ფერს ვიმოგზაურებდით. ერთით ფერს ვიმოგზაურებდით, მეორეთ მართლა ბიზნეს ხარეს დავაკომპენსირებდით ისე ფარო. სოფლიოს ბილეთებს იყიდით ხო, ფრენს. და მესამეთი ესე ვთქვათ, გამოცდილებებს ვიყიდით ძალიან ბევრს ოჯახთან ერთად. ჩემი ამბავი ეგაა რა. არ ვიცი, თავგადასავლეთ. ძალიან გვინდა ხო ეს ბარათები? ხო გვინდა, მე ძალიან. არა, რა. არა. თქვენთვის მაგ 2 წელი და მოგცემ. არა, ეს დაიწყო ერთი ჩვენ. ეხლა თამაში უნდა გათამაშოთ. აღარ ცოტას გაწამებთ. აბა მიდი. რომ ძალიან იდეალურები ხართ რა. არა, ეგეთები არ ვარ. კი, დამიჯერეთ არის. კაი, აბა რა. მოგეთ, საერთო თამაში არის. უნდა ჩართო მეგრული მოუდი და 3 რამ უნდა დამისახელოთ ძალიან სწრაფად. მე რო დაგისვამ, შეკითხვა 3 უნდა არა, მეგრული მოუდი. მეგრულად. და რიგრიგობით გითხავთ და ძალიან სწრაფად. ეხლა ფიქრი არ დაიწყოთ გეხვეწეთ რა. ანუ ამ თამაშის თავი პეცი ეგ არის რა. ჯერ გიორგის ვკითხავ. მე გადმოშენზე, კარგი? როგორი კითხები მაგას არ გეუბნები? აბა, არა, ეხლა გაგიშვ, სახში გაგიშვებ ისწავლე ზეპირად. დავი, კითხვები. ვინ არის კითხვა? კითხვები გიორგის. თავარი ეგავიგო. 3 რამ რაც სულ თან დაგაქვს. ტელეფონი, ბარათები და გაგვეძი. ძოლი. ანუ AirPod-ი. სწრაფად, რა გაქვს? AirPod-ი. სწრაფად, გიორგი. მობილური. 3 რამ რისიც ყველაზე მეტი გეშინია. კარა. სიკვდილის. 3 რამ სწრაფად. უცებ სიკვდილის. აი, რაც მოგაფიქრდება, ის უნდა თქვა, ეგ არის თამაში. შენ კიდე ჩაუღრმავ. ვებხი უცებ სიკვდილის და არ ვიცი, ფეხის მოფეხოს. 3 რამ რაც გაბრაზებულ თეონას არ უნდა უთხრა. არაფერი არ უნდა უთხრა. არაფერი. აი, დამშვიდი, გეყოფა, რატომ მეჩხუბები, მე მართალი ვარ. მე მართალი ვარ, შენ თუ არ ხარ, პრისას, всё. 3 რამ რაც შენს ხასიათში არ მოგწონს. ჩქარა. აუ, ნაკლო. არა კაცო, თავდაჯერებულობა, არათავდაჯერებულობა საკმარისად. ხო. არა გამბედაობა. ძალიან მაგრამ თუ მართლა. არ ვიცი რა, ეგეთ რაღაცებს არ მიფიქრია. კიდე რა არ მომწონს. სარტიკულება. მარტივად მიმდობობა. კარგი, 3 უინტერესო ქართველი იუთუბერი დროზე. ქართველი იუთუბერი. 3 უინტერესო. გიორგი დანელია, GDTech და GD2. თეონა ჩაჩვა, იმიტომ რომ წელიწადში ერთ ვიდეოს დევს. უსოდი რომ მაგას λέω. 3 არაბული სიტყვა. არაბული სიტყვა. ჰაბიბი, კაი, 3 მეგრული სიმღერა. აშო ჩელაიშო ბუსკა, მასი ვარდითი შენ მერჩი. კარგი, 2 მიდის მესამეზე იყინება. 3 შინაური ცხოვრების ხმა გამოვშვი. ჰოუ. მილაზე დატრენინგებულია. აჩა! აი მილაზე დატრენინგებული ვარ. ეხა თეონა ნახე გიზამ სამთამაში. კაი. არის ეს ძალიან რთული არის 3 რამე. მე ფიქრები რომ მომიწყე. აბა თეონა, 3 რამ რაც ყველაზე მეტად გიხდება. კაბები, ქუსლები და მეიკაპი. წითელი ტუჩასხი. 3 გარეული ცხოველის ხმა გამიკეთე. 3 გარეული ცხოველი. ჩარა. არ ვიცი. ეგ რა არის? ზასაფრიკა, 3 სიმღერა რაც ნახსენებია სიტყვა ქალი. სადაც ნახსენებია სიტყვა ქალი. No woman, no cry. ბატონო, ინგლისურად შეიძლება. კაი, girls. What do girls want a girl need? ეგ გოგო არის თეონა. ქალი, ვინ სამი Not ნიჭი yet a რომელსაც woman. და ქალ შვენი ერქან. ეს ქართულები 3 ნიჭი რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდი. 3 ქმარი, რომელსაც არა, 3 ნიფტი ხო? ესე იგი, მზისგან დამცავი, SPF-ი ტუჩის უჭერ. ბალმი და ჩემი შვილები ქვართან ერთად. და როგორ ჩააწყია? ნიჭებში გამიყვანა ეგრე, ჩაალაგა სიმონა. 3 რამ რაც რაზე ძირის წინ ფიქრობ. არაფერზე არ ფიქრობ. გაანებე თავი. გეგმა, მეორე დღის გეგმა. გეგმები გაფიქრებს ეს? დილით რომ ესაძებ დგები, ხვალ რამ აქვს დაგეგმილი და როგორ გავაფართოვო ჩემი ყველა კომპანია. 3 ტყუილი რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ. ტყუილი? ტყუილი.
სამი. კი, როგორ არ გმახსოვ ხარ? აჰა, კი. კიდე ორი. კიდე ორი დრო, ტაიმინგზე თქვი, აღიარე ტაიმინგი. ვიცოდი. და არა არ დამავიწყდა. აჰა, კაი. სამი ტყუილია, სამი რამ რაც გიორგის ხასიათში ნერვებს გიშლის. სამი. ეს ასეთი მენეჯერობა. ყველა დეტალში რო იმაშვება. კიდე იცი რა არის? უკან ხო. ამიება. წუწუნი. და საქმეების დავალება. მე. კარგი, სამი სიტყვა რომელიც ყველაზე ხშირად ამბობ. მე? ხო. უიმე. მაგას არ შვი. კიდე. არა? მე მგონი არა. shoot. ჯარიმა მომივიდა. არ მომდა მაგას მომბო. უი, არ ჩავხდე პარკინგი. და მე არ ჩამირთავს იმიტომ რომ ჯარიმა მოგივიდა? აი მეოთხე ტყუილი. პირდაპირ ესეთი თელოს უნდა ჩაერთო და დამოვიწყო. მოვიდათ ჯარიმა. არა, ჯარიმა მოგივიდა, იმიტომ რომ დაყარ მქონდა პარკირების აპლიკაციაში. არა, უშუალოდ, კაი. სამი რაც შენში ყველაზე მეტად მოგწონს შენ თვითონ. შენს თავში რა მოხდა? რა მომწონს იცი? ძალიან ჩილრო ვარ, იმიტომ რომ ნერვიულ სისტემას ძალიან ეხმარება. შვიდობა, სიწყარე. კიდე რაღაც მხრივ, აი, სხვის მდგომარეობაში შემიძლია ძალიან მარტივად შევიდე. მაგას უბრალდები რუსკა ხანდახან. რა გაბრაზდები? ზედმეტად ხანდახან. გვერდი. ზედმეტად ხანდახან. თანაგზნობის, აი, ძალიან. და ვაღიარე. კიდე რა? კიდე რა? არის. შენ მითხარი, შემახსენე. ძალიან ლამაზი რო ხარ ეგეც თვისებაში არის. ეგეც ასწორებს, კი. ძალიან კარგები ხართ რომ მოხვედით დღეს ჩემთან რა ბაზარიაში. ძალიან მაგრამ იყავთ ხართ და ძალიან საყვარლები ხართ მართლა და ერთმანეთს შექმნილები და მინდა რომ ის გეგმები რაც გაქვთ, ყველაფერი აი ეს სლიკინი წავიდეს რა. აი ეს ყვავილები. ეს გოგო ისეთი ლამაზი. მოდი აქ დაჭექი. ახი შენ. გავაწიწრე, შევარცხინე, მაგრამ რა ვქნა, ძალიან ლამაზი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემის სტუმრად. რამეში დაგჭირდებით, მეც აუცილებლად მოვალ სტუმრად, მოიცალეს ჩემთვის. მოსულ ხარ კიდეც ბევრჯერ და მადლობა ძალიან. YouTube-ზე გიორგისთან. რამეში დაგჭირდებით, მოსული ვარ, აუცილებლად მოვალ. მადლობა ძალიან. ეგ ბაზარი იყო დღეს და შემდეგ სამშაბათს ახალი რა ბაზარია იქნება ლაივში და ახალ სტუმართან ვიბაზრებ. დამირეკეთ სამშაბათს.